დილა მშვიდობის ხმაზეც მეტყობა ახალი გაგვიძებული ვარ მოკლედ აი ესე ვიღებ იმ კრემს არ ვიცი ჩანს თუ არა ესეთი მომწვანო ფერის არის ასე ვინაწილებ ეს არის ჩემი დილის რუტინა ну ყოველთვის ხანდახან ვერ იმაშვები ხოლმე მაგრამ უფრო ხშირად მოკლედ აი ესე კისერზე ცოტა დეკოლტე ვისმე ასე რა მინდია რაცა მოღრუბლულია ის რაღაც ეწერა თუ რაღაცას ვნახე არ გახვიდეთო პირველი დანებშის ჩათვლითო რა აბსურდია რის გამო ეს კიდე მორიგი რაღაც ის არის გატესტვა ადამიანის თუ რაღაც ხაპრები ესეც ასე ძალიან მალე იწევს ჩემი სახე ამ კრემს როგორც ჩანს ჩემი სახე მუშიებულია იმიტომ რომ არ ვისმენ ხოლმე არაფერს ზამთრის მერე მაინც როგორც ჩანს ჭირდება გადავივარცხნო ცოტა ხანი ისე ასე თანქარს წარბის ფანქარი იმიტომ რომ ძალიან ისამაქვს ღია ფერის მოკლედ სერი თუ რაღაც ნაცრის ნაცრის ფერი რა ქერა წარბები და ვამუქებ არა ქერა სხვა რაღაცაა კიდე უფრო მასე ვეძახია პეპელნი ფერფლის ხო ფერფლის ეს იმიტომ მერე სასაცილოდ გამოიყურება მგონი ნორმალურია კამერაზე არ ჩანს ხოლმე ეგრე საერთოდ მაკიაჟი ესე იგი კამერისთვის მაკიაჟს რო იკეთებს ადამიანი ცხოვრებაში რო ნახოთ შეგეშინდებათ იმდენად მკაფიოა იმიტომ რომ კამერა უფრო ისე არ გადმოსცემს მაკიაჟს ისე მერე შავი ფანქარი ოღონდ ნაშვები ზემოთ მხარეს შიგნით ვისმე ესე წამწამით ასე რაღაცა თითქოს არასწორად მაგას რა კაი წარბები მქონდა მეგობრებო ბავშვობა ახალგაზრდობაში და რა ძალა მაგა რომ ვიპუტავდი წამწამს ვივარცხდი ეს არის გამშრალი ხო მერე ეს რა ქვია ხუნჭით წენები ჭდილები უკვე შავი მთავრდება აი აქეთ ხოლოში რომ შავიც არ არის რაღაცა ესეთი მართლა ჭრდილია კვერცხი დავადგი მოსახლოსად
კიდევ კაი ნის ვიყიდე სანტინოს მაწონი სიმართლე რომ გითხრათ სოფლის ნობათის თითქმის არც მიყიდია მგონი 1-2 იყო ორ ნაბიჯში რომ მუშაობდი მაშინ ისე არა მე რაღაცა აქ წარვებიც არასწორად მაქვს ისე გაკეთებული ეწყობა და всё ეხლა ცოტა ტუჩდას ცხრის დავიდა ეს ვანდა მაჩუკა ესეთი ვარდისფერი ანუ ტუჩზე არ ჩანს ფერი მე რომ მიყვარს ისეთია უბრალოდ ოდნავ იმას აძლევს ბზინვარებას და ბავშვობაში რა თინეიჯერობაში მიყვარდა ესეთი ისა ხანდახან ვისმევდი ხოლმე არ ჩანდა ტუჩზე საათი რომელია მოკლედ ხო ისა კორექტორი და მიმთავდა უკვე და იმაშვები მარტო აი თვალის ქვემოთ ესე ვისმე და აი ეს რომ მაქვს ფორმა რა ქვია ამას ცხვირთა რუსულად გონი მასა გუბკაოთ რა გუბი და ნოს ესე ქვია საღამოშვიდობის გამარჯობა პატარა დაპაუზდა და მეთქი ჩავსვა ზუსტად სიტყვები ეხლა ხანს მოვედით მე და სოსო ვიყავით ჩემებთან სარიცხი დავრეცხე სარიცხს მანქანა გააკეთეს და სარიცხი დავრეცხე ტაფას რა ჭირს ფაქტის სახეზე ჰა ტაფას რა ჭირს რაზე რა ჭირს ვისა გასაკეთებელია გავუკეთო ეხლა რა იმე ხო გაიწე მაშინ აქ რამდენი ისეთია ისეთი მანდრელი იმას რო ვაკეთებდი რა ქვია მოიცა ისე გამოვასხარო ეს უნდა მოვაყირაო მოკლედ იქ დავლაგდე მოიცა გაზი დასატენი ხო მქონდა და ღუმელში ხო გავაკეთე სახელურით ვერ შევდგავდი ღუმელში ვერანაირად იმიტომ დადნებოდა ის სახელური და მოხსენი როგორც ყოველთვის ხსენი ხოლმე ასე და ეხლა არის მისამაგრებელი სოსო სათვალე აი მე მოვიდა არაფერი ჩემი თვალები შენ თვალები მოგიტანო ხო აბა ვეღარ ხედავ ახლოს და მჭირდება და ესენი დამავიწყე მაგ ჯერ ყატებს ვაჭმე მისეთი საწყის სახეებით მეყურებენ ჯერონება მთელი დღის მშვიდები არიან გატი თავი ხეთი მოჩადდი ესეც ასე ახლა დავამაგროთ ეს ეს აქვს ძალიან ცუდი ისა შურუპიო თუ რა ქვია მაგას და უნდა დავუმიზნო როგორ დავუმიზნო და შევხედო აქ შუქიც მჭირდება არა მჭირდება ესე ჩანს всё მგონი დავუხვედრე всё ეგ არის დავამაგრე ჩემი მარჯვენა ხელი მართლა მარჯვენა ხელია დავრეცხო ეს დაფა არა იმაში გავაკეთებ აი მოიცა მოთხდა მე თვითონ აგინთებ თუ ვერა თვითონ ავანთებ მოვწყდა ხო და ახლა უნდა დავადგამე ლობიო ესეთი წითელი ლობიო ვიყიდე კილოგრამი 6 ლარი მეგობრებო ასევე ლობიოსთვის თავისთავად წვანილები აქ არის ოქრახუში და ფინძი
კაია, ესონია. და მეთქი ისა კიდე რაღაცა მითხრა, ის იქ ერთი ადგილია. ძალიან კარგი ისა აქვს, ანუ ჯერთი რომ ქორფას ყიდიან. მე თვითონ დალაგებულიც ისე ყოხდათ ლამაზად აქვს, აი რო ეტყობათ რომ მონდომებულები არიან რა და რაღაცა შემომთავაზე კიდე რაღაცა აიღო და არ მახსოვს. მეთქი არა წიწაკა მინდა. პამიდორი მითხრა. კიდრი პამიდორი. ხო. გონი კიდრი. ხო, რა ვიცი. მარტო პამიდორი გაჩვენე. და წიწაკები. ნუ წიწაკა მიყვარს ძალიან მწვანე წიწაკა და სადილებსაც ძალიან უხდება. ეხლა უცბად. ბოჩი. არ ვიცი 3-4 წელს ლარად აძლევენ. გააჩნია სეზონსაც. ახლა ეს ლობიო მინდა რაღაცაში გადავიტანო. კონტეინერში ან რამე. ხო, ლაიფჰაკი მეგობრებო, რო შეგიფუთავთ კერძო რა თქმა უნდა, ეხლა მაღაზიებში არ მგონია ესე კრავდნენ. ზოგ მაღაზიაში რაღაცებს კრავენ. რო შეკრავენ, არასდროს არ გახსნათ. მოჭერით და გადავაგდეთ. ეს ჩემგან. პატარა ლაიფჰაკი. მოიცა დიდი კონტეინერი იყო აქ და ქვილს ყრიდი შიგნით და ამაში რო ჩავყარო რა მოხდა შუშისაა მე რა მოხდა პლასმასის უნდა იყოს მაგრამ შევყრი ამაში ყავაც მინდა ჭურჭელს დასარეცია ხო ამას ყველაფერს კიდე მოვაყოლე თავისთავად ეს ეხლა უკვე აღარ იჭდა არავინ ანუ ვაჭრები და რაღაცა თორე ვიყიდიდი ისა შინაურს უფრო ესენი დიდად არ მიყვარს იმიტომ რომ მე მიყვარს კაი მაინც მიყვარს მოტყბო მოტყბო არ მიყვარს მოტყბო აი მიყვარს კარგი ესეთი ხრაშუნა კარგად დამჟავებული მყრივი ესეთი ხრაშუნა მჟავე კიტრები აი ნინო რო აკეთებს ისეთი ნინომ ერთხელ მაჩუქა ისეთი გემრიელი მჟავე კიტრი რა ვიცი იშვიათად რო შეხვდება აი ესეთი ეხლა რამდენი მოხარშვა ნახოთ გარჩევა მაინც უნდა გავუყურებ ძალიან ლამაზებია არაფერი ის არაა ხარვეზი მაგრამ ერთი ორი ხო შენ წარმოიდგინე იშვიათად ეტყობა გადაარჩია ზოგი არის პატიოსანი ვაჭარი საგულდაგულოდ კი არიან ესეთები რომლებიც აბა ჩემ ნალე ჩემ უნალეკო ყავგინდა ხანდახან ჯიშია ისე უნალეკო ყავგინდა აუ არ ვიცი ხო ცოტა ზამა ოვანდის არ ძის გარეშე არ მინდა ისე ცოტა მეტი ყავა ჩაყარე და ერთი ყოზი შაქარი ერთი ყოზი შაქარი ხო იმიტომ რომ დაძინებამდე ენერგია მჭირდება ენერგია მჭირდება არა, მე თვითონ მე მაქვს სოსო იცი შენ ძალიან კარგად რა პრობლემა და მე მგონი შენზე უკეთესად ჩემო გამომწერებმა იციან რა წონის გამო ხერხემალი წელი ხო მეტი სხვა რა უნდა მაწუხებდეს მე აი ფიზიკურად რომ ვერ გადაადგილდები რაღაც მომენტებში ეხა კი, განარ თავს ძალას ვატან სიტყვაზე რაღაცას ვაკეთებ, ხო? რო გაიჭედებ მე სადღაც ახვალ. ცოტა სასაცილოა მე რომ მეუბნები მაგას. შენ არ ნახე, მე უცბად მოვიმატე. შენ პატარა იყავი 6 წლის იყავი, რომ ნელ-ნელა ეტაპობრივად ჩაფუტკუნდა. რა როგორ მოხდა ეგრე, არა? არ ვიცი, ნუ შენ მთელი ბავშვობა ესე გამოიარე და ეხა ჩემთვის ეს არის კატასტროფა. ცხოვრებაში არ ყოფილა ეს წონა რაც ეხლა ვარ. ის კი არა, მახსოვს ცხალჭემეში ეგრეთ წოდებულ ზბორებზე რომ წავედი, ის იყო იქ ძალიან გაძლიერებულ კრებაზე ვიყავით, იმიტომ რომ ენერგიას ხარჯავდით. რაღაცა იწვის ნახეთი. და იქ მოვიმატე და 65 კილოგრამი ვიყავი მეგობრებო და აიმე ეს იყო რაღაცა არ ვიცი ანუ ვიზუალურად ჩემ თავს რო შევხედე ვიღაცა სურათები გადაიღო და ჩემი თავი რო დავინახე იმ სურათებში გული გამისკდა მართლა თანის
პერიოდი იყო გოგოები ხო იცით რაღაცა მაინც კოფტაობი, ბრანჭები. ხო და ესე თორე რამე ხა ფიზიკური რამე პრობლემები არ შეუქმნია, რა თქმა უნდა, იმიტომ ჩვეულებრივად სპორტით ვიყავი დაკავებული და შეჯიბრებებზეც გავდივდი და რა ვიცი, ყველაფერი წესრიგში მქონდა. ნუ ალბათ ისე სუბუქად ვერ მოძრაობდი, მაგრამ აი ისე რომ ეთქვას, რომ იმედედა და ესე არ ყოფილა. რა დამწრის უნდა აყენე შუა. მოკლედ რაღაცა თემაზე მინდოდა ლაპარაკი და გადამავიწყო და ხო, დამწრისუნია, ეგ არის? არა, კი არ დაიწყო. აბარაჭი. ნუ დამწვარი არ ჩანს ეხლა. ეხლა ვიხსენებ თემას და ვერ გავიხსენებ. საინტერესო თემა იყო და ავარი ეხლა ამას უყურებთ ან ლათვალიერებთ. მე მახსოვს ერთხელ დედა მიყიდა ლობიო და ხოჭოებით იყო, პატარა ეს ხოჭოებით იყო გავსული, რასაც ქვია. და ეწერა მაგალითად ლობიო სურფი. საშირო რა ესა ტოიბოქსი. ტოიბოქსი ლობი. არა, ეს კარგია, ავსტრალიური. ავსტრალიაში ყველაფერი მიგიგია. ეხლა სუსულა. რას ქვია, ავსტრალიაში რა არის ყველაფერი? გეფსიდა. რა გინდა თქვა ავსტრალიაში ლობიოს ხოჭოს გარშე ლობიო არ არსებობს თუ რა ვერ გავიგე სტერეოტიპები. აი მე ეს თავის ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობ. აბა რა, ეხლა რა თქვი მართლა ვერ გავიგე. მე რა გაჩვენებ მე. აი, მაჩვენ და იმედია გავიგებ მე. არიან ადამიანები, მეგობრებო, რომლებიც ხო აი მე მგონი გამაცდენდა თემაზე. არიან ადამიანები, რომლებიც ანუ ლაპარაკობენ, მაგრამ სხვებს იმ ადამიანის, ასე ვთქვათ, გადმოცემული, ხო? ანუ იმდენად არის. ნუ სპეციფიკა არის. ამდენი კი ნახავ. აუ რა ამბავი, ხო, კაი იყოს, აწი უკვე დასმულია და ხო არ გამოაკლებ. არა, თუ ხო და ახლა მე მაგალითად მაგ თემაზე ახლა გამახსენდა. ზოგადად აი YouTube-ზე რა სივრცეზე მაქვს საუბარი. მე ხშირად შევეჩეხე იმას, რომ არის რაღაც განკითხვა, კრიტიკა, მოკლედ მთელი ამბები და ზოგადად ვერ გაიგებს ვერავინ სინამდვილეში ვინ როგორ და რანაირად ფიქრობს, აზროვნებს, ცხოვრობს. ეს არის ძალიან ზედაპირული. ახლა მაგალითად მე რო ვიდეოს ვიღებ, ხო? თქვენ ისმენთ იმას, ანუ მე რასაც გეუბნებით, ხო? თავისთავად. რამდენს არ გეუბნებით კიდე წარმოიდგინეთ, ხო? ანუ დასკვნა შესაბამისად არ გაკეთდება, ვერ გაკეთდება. თუ სრული სურათი არ აქვს რაღაცაზე, კონკრეტულ ადამიანზე ან სიტუაციაზე, ხო? ხო და არ ვიცი რა მოკლედ ძალიან ის არის რა. ხო, ნუ შეგნებული ადამიანი ხდება თავისთავად ასეთ რაღაცებს და ის თავისთავად ჰეიტს არ დაიწყებს, ხო? არ გაჰეიტებს YouTube-ს, რა? იყო საქმოსო. ხო და როცა აჰეიტებს, შესაბამისად ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაბალი დონე აქვს რა და ვერ ხვდება მაგდენს, რომ არის რაღაცეები, რასაც ანუ ნახულობს ხალხი და იმის უკან კიდევ ქვეყანა იმალება მიზეზი. ხო და ასე რომ ზოგადად მოეთხოვება ადამიანებს უფრო მეტი დაკვირვება. არა იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა ვის ასე მოდით ესე უხეშად ვთქვათ. ფეხებს ვერავის ვერ მოჭამს, მოდით ასე ვთქვათ რა, უხეშად ვთქვათ, მაგრამ შენ თვითონ ანუ ღმერთის თვალში როგორი გამოჩნდები, აი ეს არის მთავარი, ანუ რაც გაივლებ გულში.
ადამიანი. და გულში გავლებული ის მერე ძვირად უშლება ზოგს. ხო, სამწუხაროდ არის ესე. ეს გამოცდილება პრაქტიკა. ეს ისეთი რაღაცა 2-4 დავით, წყალი არ გაუვა. ხო და საერთოდ ზოგადად ადამიანები უნდა მოიქცეთ ისე, როგორც მოიქცეოდა იესო ქრისტე. მოდით ასე ვთქვათ. იესო ქრისტე რასაც არ გააკეთებდა. თან ახლა ანგელოზები ვერ ვიქნებით ადამიანები, იმიტომ რომ სოციუმში ვცხოვრობთ 1000 გადარეულთან გვიწევს შეხება და რაღაცა, ხო? მაგრამ შენი თავმოყარეობიდან გამომდინარე უნდა გქონდეს ასე ვთქვათ თავშეკავების უნარი, ხო, თავშეკავება. მე მაგალითად ყოველთვის მომხრევა, როცა პირადად შეგეხება ადამიანი, ხო, შეიძლება ადამიანს გასცე პასუხი. მაგრამ რა ვიცი. ეს ჩემი აზრია, მეგობრებო. ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მიაჩნია მას საჭიროდ და სწორედ. უბრალოდ არის სამყაროს კანონზომიერება, არის ღმერთი და ამას ვერავინ ვერ აუვლის გვერდს. აი ესეა. ესეა მოწყობილი ყველაფერი. ხო. საუკუნეებია და ეს არ არის ახალი ამბავი. ესეც ასე. ну რა ვიცი, აბა ეს მე მგონი. ხო გაიზრდება, გადიდება, გაიზრდება. აი ერთ მუჭასაც გავაკეთებ და ეგ არის. როგორ ვფრთხილობ მე ისე მიყვარს საერთოდ ლობიო ძალიან მიყვარს. იშვიათად ვაკეთებთ ხოლმე მეგობრებო, აი რა ვიცი რაღაცა არ გამოდის ხოლმე. ხო და გამიხარდა რა რომ დავინახე ერთით გზაზე რომ მივდიოდი. უკვე საღამო იყო და შეიძლება უკვე ალაგებული ქონოდათ და ერთ ადგილზე იყო ერთი ჭრელი ლობიო იყო და მეორე ეს წითელი. მე ესეთი მიყვარს. თუმცა ისიც არ არის ახლა შეიძლება ასეთი. ხო და აი ამას გავაკეთებ და ამას დავახურებ ახლა თავს ახურს და ასე. ორ ადამიანზე მეტი არც არის საჭირო. ასეთი ამბები მეგობრებო. ეს ისა ნაჭუჭებით რომ ბარემ ნაგავში ჩაგეყარა, კარგი ბიჭი. აი მაშ პატარა ქოფშიროა. მადლობა ყავისთვის. აი ეს. აია. ყავა. ეხლა წონილი. ეს და გადაკი? აუ. აბა ეს რა იყო? რა იყო? მერცა ჩემი. მართლა? კი. მე მგონა იმას ჩუს დავადე ფეხი. იმიტომ რომ შენი ფეხი ვერ ვიგრძელი. გავყეს. გამოყავი, ხო? ესე იგი ფეხზე არ დამიბიჯებოდა. ფეხს რო ვერ გამოყოფდი. ლოგიკურად. დავამადი უკვე და მაშინ. მოკლედ რა. ხო, კინძი ბევრი უნდა. მიყვარს ბევრი კინძი. მოხერხუშიც უნდა, მაგრამ მოხერხუში იმდენად ბევრი არა. მე შეჩემო რანაირად კრავენ ესე რომ ვეძებ მე ეს არის რატო კრავენ? 1000-ნაირად კრავენ, არ ვიცი. აჰა, იპოვე მე მეშველა. ამის ძიებაში ვარ სულ ძაფები. იმდენ ძაფებს აკრავენ რომ გეუბნებით, აი ეს რომ მოხსნა ტრანსაცმას გაკერა. აი ხა სათვალე რომ მეკეთა, უკვე თვალი შეეჩვია იმას და იმდენად ვეღარ კონცენტრირდა თვალი. აი ესეც ასე. დიდ წიწაკას გავუკეთებ, ხახვი მინდა ახლა რა ვიცი მე მოკლედ შეჩვეული ვარ ახლას, ნაცვლად ეხლას თქმას, უფრო კულტურულად ჟღერს და ახლა არ მომიყვანს.
ესეთი ვარიანტი. ხო ეგრე ისმის სოსო. ახლა არ მომიყვან რა ესე უხეშა. ეს გოიმური ისინი ლაპარაკიროა. ახლა არ აი ტელეფონი დაჭდა უკვე ვიუბნები. ტელეფონი დაჭდა კი არა ხომ მიცადე. დავადგა რომელი საათი აქვს შეხედე? ერთი 2 საათი მაინც უნდა ამას. ნუ საათნახევარი მაინც, ა? 11-ია ეხლა? ესე იგი 12-ზე იქნება რამზად. გარეთია ბატონო, ახლა ამას ის ახლა ვახშები რა. არა, აიღე. მერე ჩავალ კიდე ლიბრეში და გიყიდი. იმ დღეს სოსო მეუბნება ვაშლი მომინდაო. რომელი საათი იყო 12 ხო? არა 12. ნუ გვიანი იყო. ნუ არ ვიცოდი. ხარა გვიანი იყო. ანუ კარფური დაკეტილი იყო ყველანი. ხო და წამოვხდი. გავიქეცი კიდევ კაი რო ჩვენთან. კიდევ კაი ჩვენთან არის ეს ლიბრე არის 24-იანი. 24 საათიანი და ჩავედი ვუყიდე სოსოს ვაშლები. სულ წითელი ვაშლები ავარჩიე. სადიღები? ლიბრეში. ლიბრეში წითელი ვაშლები? რა არის შვილ ეს მტერი ხარ? მტერი კი არ ვარ. ერთი გატყდა და მეორე ვერ ჩაერთო და მესამეც გასაგებია რომ გამგავადე. ახალი დატენილი. გიჟივით და ხო. შემეშინდე. ჰა? შემეშინდე შოხი. მამა ხოც არ უნდა მიიწიო, უბრალოდ შეიტრუსავთ, ესე იქნება. ეს როგორ შევიძინე? უცბად ალი, ავარდება და შეგეტრუსება. შეუნდა გენახა ეკლესიაში სანთლით რო შეეტრუსებოდა ხალხს წები. როდგანან ესე ჭედვაროა ტაძარში და ესე სანთელი ხო უჭირავთ. და წინ თუ ვიდგა ადამიანი და ესე თავსაფარი მოხურული, მაგრამ თმები შეიძლება გაშლილი ქონოდა რაცა და შეიძლება აანდებოდა. მე ყოველთვის ვარიდებდი აი ესე მეჭი გაიწი. არა, მე ვინმე თმები არ დავწვა, ჰა? არა, მე მივიწევი მარშრუტი. როხთან. ტაძარში მარჯვნივ კაცები დგანან, მარცხნივ ქალები. მარცხნივ და მარჯვნივ ვისთვის? იქიდან თუ იქიდან? უყურებ იმას თვითონ საოცრად. ანუ მარცხნივ ქალები, მარჯვნივ კაცები და. ნუ ესეა წესია და აქეთ ისა ახლა სულ ქალები დგანან ახლა სულ გზელთმები, ზოგს ნაწლავი, ზოგი ზოგს გაჩეჩილი, გაშლილი, რა ვიცი, მალავდნენ იმაში, რა ქვია, თავსაფარში. დაბახით არ ვიცახი, მაგრამ რასაც ქვია, კარგად გაფსკვნილი, შეფსკვნილი, ისე მეკეთა ხოლმე, ახლა გაჩვენებთ, თუ მოვძებნე ის, აქვეა. ახლა გაჩვენებთ. ой. ვაიმე, ესე იგი, ვიჯექი და რაღაცას იმაშვებოდი, რაღაცას უყურებდი. დრო გამყავდა. ესეთი რაღაცა გავაკეთე, არ ვიცი, რისთვის, უბრალოდ გავაკეთე, ახლა მე ჩოკერის გამკეთებელი არა ვარ. არც აბადოკის, რა ვიცი, ხელზე შეიძლება რაღაცა იგივე. ნუ მოკლედ. ხანდახან ესეთებიც ხდება ხოლმე. ხო, აი მოკლედ, აი ესე კარგად, მას საერთოდ რო არ უნდა ჩანდეს შუბ თითქმის დაფარული ყველაფერი. ეს რეალებს და მეორე მქონდა ძალიან კაი. აი ასე და ეს არ წუდება, ის დიდი იყო. და მოკლედ აი აქ წინ შეკრული ხონდა ხოლმე სულ. აი ასე მეგობრებო. თავისთავად იქ სანთელიც რო ჭეროდა ვინმეს ვერც დამეწებოდა ვერანაირად. ზოგს ესე უკეთია. აი ასე. და აქედან იმხელა თმები უჩვენ ხოლმე.
ხო. ნახე, წყალს ჩავაგუებ, მოდი. და მოვრჩები ალბათ ვიდეოს, იმიტომ რომ ჯდება მობილური. დაждდება, ხო. აბა, შენთან არის სოსო სულ და. არა, იცი რა პრობლემა, ჭირს რო იტენება, უფრო რაფაში ჯდება. ხო და რო იტენება, პარალელურად არ უნდა ხარჯო. გაჩulis რომ აქვს რო არა, აცალე აკრიფავს უცბად დაიტენება და მე რაც გინდა ისკენ ჯობია. ერთ ბაშად დახარჯო და ისი თავიდან დატენო, ვიდრე აი ეს შეერთებულზე ხარჯო. არა, უკვე ეგრე ფუჭდება. პატარა პროცენტები ქონდა რა, ავიდე. და იქ უკვე შევა ეხლა ამას ჩავაგუბებ ცოტა მიწები რაღაცები ეკდება. მე კიდე მიყვარს ქინც ანუ ღეროები ეს ძირი რა მარტო ფესვაცილი და არომატი არის თვითონ იმ ძირებში. აქ დაგიდებ და აქ ნახე, აქ შევაფიქრო ტრაპა დაიდო. შეიძლება. იქ არის დენება თვითონ. ხო, კარგი, მოიცა ეს კარტოფილი. მოკლედ, ესეთი ამბები მეგობრებო და ჭურჭელს და სხვა მეზარება დილას გავრეცხავ. ესე ჯობია. ბევრი არ არის, 1-2 ფიალა, 2 თეფშია და ჭიქები. ბევრი არ არის. ხო. აი ყველაზე ძალიან რა მიხარია ხოლმე. ახლა ყველაზე ძალიან არა ესეთი ხმამაღალი ნათქვამი, ანუ ერთ-ერთი. ყველაზე ესეთი რაც მახარებს ხოლმე სახში როცა არის ბევრი სუნელები რაღაცა ესეთი დროჟი და ესეთი რაღაცეები რა ვანილი. იმიტომ რომ ყოველთვისაა საჭირო რაღაცა რომ დაგჭირდება ხელთ უნდა გქონდეს. და რომ დამაკლდება ხოლმე მე თავი მაქვს ხოლმე სატკიებელი. შვენიერი შევიღოთ მოვიქეც, მოვიყიდრეს. ხო, ჩაი მქონია საპილდელი. ой, ეს ყავა დარჩა. არ გინდა? მაგ კოფე. ერთი ცალი. მე თუ აგრანაირად ანათებს, ძალიან ანათებს, აი. შუქი ეცემა. სერიოზულად. ხო. ამბები. ეს ნამციცები დაიყარა ეს რა. მოკლედ რა ჩემი მისაწოდი ხო არაფერი არ არის და მე ვფიქრობ ეგ რაღაცა დაავადება, აი წიკები რო აქვს ადამიანს რა ყველაფერზე რო რაღაცა ისა რუსულ სიტყვა ესეთი პრიძირაეცა კაციმო ну не вообще красиво, но ეგრეა. ხო და ესე მეგობრებო, ახლა ეს უხვეთოთ აქ სოსო ყვეცი გავწვნა და ეს პატარა ნოტეხები ძირს ამიტომ სოსო როცა წვნი ყვეც მაგიდას უნდა გაჩვო. თან ახლოს, ანუ არ უნდა ისო ხელები აქეთ-იქ არ უნდა აქანა. სწავლას იბერემდო, მეც ბევრ რაღაცას სწავლობ ეხლაც. ჯერ სად ვარ, იმდენი რამე არ ვიცი. ხო და ესე მეგობრებო, მეძინება. ახლა ეს რო მომზადდება. უი, დავახარო, თორე რა მომზადდება. ასაფერი. რომ მოიხარშება. შეგողობენ გაკეთო. შევკმაზავ. შეკმაზავ. გინდა ამოგიღებ, მაგრამ შულო, გემრიელია, ამოლესილებობიო, კარგად შეკმაზული. მარტო ცოტა ფაბრიკა. მარტო. მაგიტომდე. წნილთან უყავს ამოლესილი. ანუ წნილთან ეგეთი ამოგლესილი, ან ჩვეულებრივი. როგორ თქვი ამო? რა. ამოლესილი როგორ? ამოლესილი. ეს თანაერთ მომდესმ. ხო და.
კარგით. დაგემშვიდობებით ფროებით. თვალ რომელზე მოვალ არ ვიცი. მაგრამ მოვალ ალბათ. კარგით, აბა გაკოცებთ. ნუ ესე სიტყვის მასალად ვიტყვით თვალამდე. ნახვამდი.